Georgia, Georgia. Hey, ჩემო ხალხო, როგორ ხარ ძმებოდადებო? ისევ აქ ვარ, თქვენთან ერთად და დღეს ისეთი ამბავი გვაქვს, რომ გულგრილად ვერავინ დარჩება. როგორც სათაურში ხედავთ, საქმე ეხება UFC-სა და საქართველოს. დიახ, სწორად გაიგეთ. დანა ვაიტმა თავად ახსენა, რომ არსებობს რეალური გეგმა, რომ ორგანიზაციამ საბრძოლო ღამე თბილისში გამართოს. მაგრამ სანამ ამაში ჩავყვებით, ნება მომეცით პატარა შესავალი გავაკეთო, როგორც მიყვარს. ორბიტალური შოკის სტილში. დღეს ცოტა ადრე დავამფავრე საქმე და გადავწყვიტე დამესვენა. ჩავრთე ინტერვიუ, სადაც დანა ვაიტი რამდენიმე საინტერესო თემაზე საუბრობდა. და აი, ერთ მომენტში საუბარი მერაბ დვალიშვილზე გადავიდა და იქვე წამოაყენა იდეა, რომ UFC შეიძლება საქართველოში ჩაატარონ ბრძოლა. წარმოიდგინეთ, UFC ტურნირი თბილისში. არანაირი სუბტიტრი, არანაირი თარგმანი, ნამდვილი ბრძოლა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ბიჭებთან ერთად. და როცა დანა ამას ამბობს, ეს უკვე სერიოზულად ჟღერს, რადგან ეს კაცი არაფერს ამბობს უბრალოდ კამერისთვის. ინტერვიუში ჟურნალისტმა მას პირდაპირ ჰკითხა: დანა, შეხომ იცი, რომ ახლა ჩემპიონები მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულნი? არ ფიქრობ, რომ UFC-მ უნდა წაიყვანოს ეს ჩემპიონები საკუთარ ქვეყნებში, რომ იქაურფანებს თავიანთი გმირები ცოცხლად ნახონ? და იცით, რას უპასუხა დანა ვაიტმა? პირდაპირ ისე როგორც მას ჩვევია. დღეს მქონდა შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთან. მითხრა, რომ სურს ბრძოლა საქართველოში ჩატარდეს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამის განხილვა. ეს იყო ის მომენტი, როცა გულში რაღაც ამიფეთქდა, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელის ქვეშ UFC-მ უკვე დაიწყო მოძრაობა. მერაბი არაერთხელ დაუფასებია დანას და როგორც ჩანს, ახლა მათ შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადადის. გახსოვთ ხომ, ადრე დანა საერთოდ არ იტანდა მერაბს, მის სტილს, მის ენერგიას, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქითაა. ახლა ის ამბობს, რომ მერაბი არის ჩემპიონური მასალის მქონე ადამიანი და თუ ვინმე შეუძლია UFC საქართველოში მოიყვანოს, ეს მერაბ დვალიშვილია. მესმის, რომ ბევრს შეიძლება ეგონოს, აუ, რა საქართველო, რა UFC, ვინ მოვა იქ, მაგრამ მოდი ცოტა ფართოდ ვიფიქროთ. საქართველო კავკასიის ცენტრშია. გარშემო სავსეა საოცარი მებრძოლებით. სომხეთი, არმან წარუკიანი, აზერბაიჯანი, რაფაელ ფიზიევი და ჩრდილოეთით კი რუსეთი და დაღესტანი აბსოლუტური საბრძოლო მანქანების მიწა. შედეგად გამოდის, რომ საქართველო იდეური ცენტრი ხდება მთელი რეგიონისთვის, სადაც შეიძლება მოვიდნენ ყველა მხრიდან. ფიზიევი, წარუკიანი, დვალიშვილი, ოპურია, ყველა ერთ საღამოზე. წარმოიდგინეთ, რა ატმოსფერო იქნება არენაზე, როცა მერაბი საქართველოს დროშით გამოვა. ხალხი ფეხზე წამოდგებს, გულზე ხელი, ცრემლი თვალში. ეს იქნება ისტორია. და იცით ყველაზე საინტერესო რა არის? დანა ვაიტმა ინტერვიუში მხოლოდ მერაბზე კი არა ისაუბრა, არამედ ახსენა ილია ტოპურიაც. თქვა, რომ მისთვის იდეალური იქნება თუ ტოპურია ესპანეთში იჩხუბებს, ხოლო მერაბი საქართველოში. მაგრამ გულწრფელად რომ თქვათ, ტოპურია ნახევრად ქართველიაო, ასე რომ დიდი შანსია, რომ ისიც მოინდომოს თბილისში ბრძოლა. და მართლა ხომ წარმოგიდგენიათ, ერთ საღამოზე მერაბი და ტოპურია ერთ სცენაზე. ჩვენი ორი გიგანტი, ჩვენი ეროვნული სიამაყე. ეს არ იქნებოდა უბრალოდ სპორტი. ეს იქნებოდა ქართული ისტორიის მომენტი. და ახლა მოდი ცოტა პოლიტიკაზეც გადავიდეთ, მაგრამ ზედაპირულად, მშვიდად. საქართველო ხომ ყველასთვის ცნობილია როგორც ქვეყანა, რომელმაც დიდი ბრძოლა გადაიტანა თავისუფლებისთვის. ხალხი თავისუფლების ევროპული გზის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის დღემდე. და ამ ფონზე UFC-ს სტუბრობა იქნება სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის მსოფლიო ასპარეზზე თავისი სახე აჩვენოს. დამაზე რომ დაფიქრდეთ, სულაც არა შემთხვევებიდა. როცა ხალხი დაძაბულია, როცა ქვეყანა სტრესულ პერიოდშია, სპორტი ხშირად ხდება გამოსავალი. ხალხს აძლევს ემოციას, ერთიანობას, იმედს. და აი, სწორედ ამიტომ UFC-ს მოსვლა საქართველოში შეიძლება არა მხოლოდ სპორტული მოვლენა იყოს, არამედ მთელი ქვეყნის გაერთიანების მომენტი. წარმოიდგინეთ, როგორ აფიარებენ დროშებს, როგორ იძახიან მერაბ და იმავე საღამოს ყველანი ვიღზნებით, რომ ჩვენ გვიყავს ჩვენი გმირები, ჩვენი გამარჯვებულები, ჩვენი გამარჯვების ამბავი. ახლა გადავიდეთ მეორე, უფრო სიღრმისეულ ნაწილზე. იმაზე თუ როგორ რეაგირებს მსოფლიო იმ იდეაზე, რომ UFC შესაძლოა საქართველოში ჩატარდეს. ბევრმა უცხოურმა ჟურნალისტმა პირდაპირ თქვა, თუ დანა ვაიტი ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება ყველაზე გამბედავი ნაბიჯი ორგანიზაციის ისტორიაში. რატომ გამბედავი? იმიტომ რომ საქართველო არ არის დიდი ბაზარი ამერიკული თვალსაზრისით, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც გულით და სისხლით იბრძვიან. აქ ბრძოლა უბრალოდ სპორტი არ არის, ეს არის კულტურა, ტრადიცია, შინაგანი კოდი. როგორც კი უცხოელები ხედავენ მერად დვალიშვილის ენერგიას, როგორ ჯდება კოკოშკის ქუდით სცენაზე, როგორ გაღმერთებულად იცავს თავის დროშას, ყველა ხვდება, რომ აქ რაღაც განსაკუთრებულია. დანა ვაიტმა ეს შესანიშნავად იცის. მას სულს ამ ენერგიის მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენა.
მისთვის ეს არის შანსი, რომ აჩვენოს, UFC არ არის მხოლოდ ამერიკა და ლას-ვეგასი. ეს არის გლობალური ოჯახი, სადაც ყველა ერის მებრძოლს აქვს ადგილი. და მერაბ დვალიშვილი ახლა სწორედ ის ფიგურაა, რომელიც ამ სიმბოლოს ატარებს. გახსოვთ, ადრე როგორ უყურებდნენ მერაბს, თითქოს ზედმეტად აგრესიული იყო, ზედმეტად ენერგიული, ზედმეტად ქართული. მაგრამ სწორედ ამ ზედმეტმა გახადა ის საყვარელი მილიონებისთვის. ახლა ის არის მაგალითი, როგორ შეიძლება უბრალო ბიჭმა პატარა ქვეყნიდან მიაღწიოს მწვერვალს მხოლოდ შრომით, ერთგულებით და თავშეუკავებელი გულით. UFC-ში ამბობენ, რომ დანა ვაიტმა მერაბზე აზრი სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დაინახა, როგორ ფანებს აგროვებს მსოფლიოს გარშემო. დღეს მერაბს უკვე აღმერთებენ ამერიკაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკაშიც კი. და ყველგან ამბობენ, ეს ბიჭი არა მხოლოდ მებრძოლია, ეს არის სიმბოლო იმის, რომ შეუძლებელი არაფერია. ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ ასეთი ადამიანი თბილისში იჩხუბებს. მედია აჭრელდება, ყველა უცხოური არხი გადაიღებს თბილისის ხედებს, აჩვენებს საქართველოს კულტურას, ხალხის ენერგიას, ტრადიციებს. ეს უკვე ტურიზმის და ქვეყნის იმიჯის ბომბია. და რა თქმა უნდა, ილია თოპურია, ის ბითი, რომელმაც ესპანეთში ყველას დაუმტკიცა, რომ შეიძლება იყო ემიგრანტის შვილი, მაგრამ გახდა ქვეყნის გმირი. ახლა ის არის მსოფლიო ჩემპიონი და იმავდროულად საქართველოს სიამაყე. დანა ვაიტმა თქვა, რომ თოპურიასთვის იდეალურია ბრძოლა ესპანეთში, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, თოპურია აუცილებლად მოითხოვს საქართველოში ჩხუბას, თუნდაც ეგზიბიციურად, რადგან მისთვის ეს არ არის მხოლოდ ტიტული, ეს არის ფესვები, სამშობლო სისხლი. და აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. თოპურიას ცოტა ხნის წინ ესპანეთში დაასახელეს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის ელჩად. ოფიციალურად ახლა ის წარმოადგენს ახალგაზრდობისთვის პოზიტიურ მაგალითს. ადამიანს, რომელმაც მიაღწია წარმატება თავიანთი გზით, შრომით, დისციპლინით და სპორტით. ეს ფაქტი შეიძლება ითქვას შეცვლის საზოგადოებრივ აღქმას UFC-ს მიმართ. ადრე კი ხომ ხშირად ამბობდნენ, რომ ეს არ არის სპორტი, ეს მხოლოდ ძალადობაა. ახლა კი როცა ქვეყნის გმირი UFC-ს ჩემპიონია და თან სოციალური პასუხისმგებლობის სიმბოლო გახდა, ყველაფერი შეიცვალა. ეს ყველაფერი ერთმანეთს უკავშირდება. როცა დანა ვაიტი ხედავს, რომ მის ჩემპიონებს სოციალური გავლენაც აქვს, ის იწყებს გლობალური გაფართოების ახალ ეტაპს. ესპანეთი, საქართველო, შესაძლოა შემდეგ ლათინური ამერიკაც. ნელ-ნელა UFC ცდილობს გახდეს მსოფლიო ბრენდი, რომელიც აერთიანებს ხალხს და არა მხოლოდ აჩხობებს. ახლა კი მოდი ცოტათი უფრო დრამატულ მხარეს ვისაუბროთ. როცა დანა ამბობს, რომ უნდა წაიღოს ბრძოლა საქართველოში, ეს ავტომატურად ქმნის ფონს საქართველო versus რუსეთი. რატომ? იმიტომ რომ დვალიშვილის პოტენციური მეტოქე შეიძლება გახდეს უმარ მომაგომედოვი, დაღესტანელი, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა თავისი დისციპლინით და ტექნიკით. წარმოიდგინეთ, მერაბ დვალიშვილი საქართველოს დროშით, უმარი დაღესტანის სახელით და არენა სავსეა დაძაბული ენერგიით. ეს უკვე ისტორია იქნება, სპორტული, ემოციური და პოლიტიკური ერთდროულად. მართალია ასეთი ბრძოლა შეიძლება სარისკო იყოს, მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში იბადება ლეგენდა. თუ მერაბმა საქართველოში დაამარცხა ნურმაგომედოვის კლანის მებრძოლს, ეს გახდება ის ბრძოლა, რომელსაც 10 წეულების შემდეგაც გაიხსენებენ. და იმავე დღეს დანა ვაიტმს ყველას მადლობას ეტყვიან, რომ მისცა შანსი საქართველოს აემაღლებინა ხმა მშობლიო ასპარეზზე. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა არ იქნება, ეს არის იდეების ბრძოლა, თავისუფლების, პატივის, ეროვნული სიამაყის ბრძოლა. იმიტომ რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ თავისი სულით გიგარტია. და როცა ასეთი ხალხი რინგზე დგას, იქ უკვე ფიზიკური ძალა ნაკლებად ნიშნავს. მთავარი ხდება გული და სული. ახლა კი მოდი ცოტათი ოპტიმისტურად დავასრულოთ ეს ნაწილი. როცა დანა ამბობს, რომ მის უნდა ჩაიტანოს ბრძოლა საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის პირობა, რომელსაც ის ჩვეულებრივ არ იძლევა იოლად. თუ ის ამბობს, ესე იგი რაღაც უკვე მზადდება. და ჩვენ ქართველებს გრჩება მხოლოდ ერთი რამ, დაუჭიროთ მხარი მერაბს, თოპურიას და ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას მსოფლიო რუკაზე აჩენებს. მოდი ახლა წარმოვიდგინოთ ის დღე, როცა UFC ბოლოს და ბოლოს ჩამოვა საქართველოში. უკვე დილის 7-ია. თბილისის ქუჩებში მოძრაობა ჩქარდება, მაგრამ ჰაერში იგრძნობა რაღაც განსხვავებული. ენერგია, მოლოდინი, ისტორიის სუნი. ყველა საუბრობს ერთსა და იმავე თემაზე. დღეს მერაბი იჩხუბებს. დღეს საქართველო მსოფლიო რუკაზე იქნება. დილის საათებში ქალაქში ჩამოდის დანა ვაიტი თავისი გუნდით. კადრები გლობალურად ვრცელდება. CNN, ESPN, BT Sport. ყველა საერთაშორისო არხი პირდაპირ ეთერში აჩვენებს თბილისის ხედებს. არენის წინ ბანერები ფრიალებს. UFC Georgia, Home of the Warriors. შიგნით კი ყველაფერი მზადაა. ქართული დროშები,
ტრადიციული სიმღერები და ხალხი, რომელიც საათობით ელოდება მერაბ დვალიშვილის გამოსვლას. ღამე რომ ჩამოიღამება, არენა უკვე აფეთქებას გავს. განათება ქრება, ეკრანებზე ჩნდება კადრები, მერაბის ბავშვობა, მისი პირველი ბრძოლა, ტიტულისთვის გზა, ხმა ისმის, From Tbilisi, Georgia, Merab the Machine Dvalishvili. და იმ წამს ყველაფერი ცოცხლდება, ხალხი ფეხზე დგას, დროშები ფრიალებს, ცრემლები, ყვირილი, სიხარული, ეს აღარ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის ეროვნული ზეიმი. მერაბი ნელა შედის ოქტაგონში, ფავს წევს ზეცისკენ, ცერად იღიმის და თვალებით თითქოს ამბობს, ეს თქვენი გამარჯვებაა. მეორე მხარეს კი დგას უმარ ნურმაგომედოვი, მშვიდი, მტკიცე, დაღესტუნის სული. ორივენი ერთმანეთს უყურებენ ისე, თითქოს ეს ბრძოლა საუკუნის წინ იყო დანიშნული. ეს არის არა მხოლოდ ორი მებრძოლის შეხვედრა, არამედ ორი ერის შეხვედრა და იმ წამს დარბაზი თითქოს ჩერდება. პირველი რაუნდი იწყება და საქართველოს თითქოს სუნთქვას აჩერებს. მერაბი თავის სტილშია, ენერგიული, შეუპოვარი, როგორც მანქანა, რომელიც არ ჩერდება. დანა ვაიტი VIP ზონაში დგას, თვალები უბრწყინავს, ის ხედავს, რომ ამ ბრძოლას უკვე გააქვს ისტორიის სუნი. მეორე რაუნდი, ზუსტად ისე როგორც ყველას ეგონა, დაძაბული, ხისტი, ტექნიკური, ხალხი ყვირის, არბიტრი მუდმივად მოძრაობს, მაგრამ ატმოსფერო ისეთი მძაფრია, რომ ჰაერიც კი დენისგან იჭიმება. და აი, მესამე რაუნდის შუაში, როცა ყველაფერი თითქოს თანაბარია, მერაბი ახორციელებს დაუჯერებელ ტეიქდაუნს. აუდიტორია აფეთქდა, კომენტატორები ყვირიან, Merab Dvalishvili does it again in his homeland. და იმ წამს შენ ხვდები, რომ ეს მხოლოდ ბრძოლა აღარ არის. ეს არის ისტორია, რომელიც საუკუნეებში დარჩება. როცა პატარა ქვეყანამ, რომლის სახელიც ბევრმა პირველად მოისმინა, აჩვენა რას ნიშნავს ბრძოლა გულით. მაგრამ ამ ყველაფერს აქვს უფრო ღრმა მნიშვნელობა. იმ ღამეს საქართველო აჩვენებს მსოფლიოს, რომ სპორტი და სული ერთმანეთს ერწყმება. ქვეყნის პოლიტიკური დაზაბულობის ფონზე, სადაც ხალხი ერთიანობის მოლოდინშია, მერაბის გამარჯვება ხდება სიმბოლო იმ ძალის, რომელიც ქართველ ხალხს მუდამ ამოძრავებს. შეუპოვერობა, ღირსება და სიყვარული სამშობლოსადმი. და დანა ვაიტი მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ის ამბობს, ჩვენ დღეს დავწერეთ ისტორია, მე არასდროს მინახავს ასეთი ენერგია, ასეთი სიყვარული და პატივისცემა. საქართველო იმსახურებს საკუთარ ადგილს UFC-ის რუკაზე. ეს სიტყვები შემდეგ ყველგან ვრცელდება. UFC officially considering annual event in Georgia. და იქვე დანაცისდებს. მერაბი და ილია, ესენი არიან ახალი თაობის გმირები. ისინი აჩვენებენ, რომ UFC არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის გზა, რომელიც აერთიანებს კულტურებს. და აი მეორე დღე, თბილისის ქუჩებში ბავშვები თამაშობენ MMA სტილში. მაღაზიებში იყიდება მერაბის მაისურები. კაფეებში ხალხი მხოლოდ ერთ თემაზე საუბრობს. ტოპურია წერს Instagram-ზე. მერაბმა გააკეთა ის, რაც ბერს შეუძლებელად მიაჩნდა. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. და ხალხი პასუხობს ათასობით კომენტარით. GE, გული, ცეცხლი. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. დანა ვაიტი უკვე გეგმავს შემდეგ ღონისძიებას, შესაძლოა ბათუმში ან კუთაისში. ტურიზმი იზრდება, მედია მუდმივად წერს საქართველოს შესახებ. პატარა ქვეყანა, რომელიც ადრე მსოფლიოს თვალში მხოლოდ ისტორიული კონფლიქტები ჩანდა, ახლა ცნობილია როგორც მებრძონთა მიწა. და სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი სციდება სპორტს. ეს არის მესიჯი. თუ შენი ბრძვი შენი ქვეყნისთვის, შენი ოცნებისთვის და არასდროს ნებდები, ადრე თუ გვიან მსოფლიოს შენს ხმას მოისმენს. მერაბ დვალიშვილი და ილია ტოპურია ამის ცოცხალი მაგალითები არიან. ორივე სხვადასხვა გზით მივიდნენ ამ დონეზე, მაგრამ ორივეს აერთიანებს ერთი რამ, ისინი ქართველები არიან. და როცა ქართველი იბრძვის, ის არ ჩერდება სანამ არ მოიგებს. ამ ყველაფრის შემდეგ დანა ვაიტის ფრაზა ყველ გვესმის ყურში. We're bringing UFC to Georgia. No more talking, it's happening. და ამ სიტყვებით იწყება ახალი თავი, არა მხოლოდ UFC-სთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს იქნება ღამე, როცა მსოფლიო გაიგებს, საქართველო მხოლოდ პატარა ქვეყანა არ არის კავკასიაში. საქართველო არის ადგილი, სადაც იბადება მებრძოლები, სადაც ხალხს აქვს გული, რომელიც არასდროს ნებდება. და როცა მერაბი ხელს აწევს გამარჯვების შემდეგ, ყველა ხვდება, ეს არ არის ერთი კაცის ტრიუმფი, ეს არის მთელი ერის გამარჯვება. Georgia, home of the warriors. მერაბ დვალიშვილი, ილია ტოპურია, UFC, history.